ანა, მაშინ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, რომელიც მე პირადად განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მშობელს აი ამ კითხვის გამოგზავნისთვის, იმიტომ რომ არის ჩვენ რა თქმა უნდა საუბრობთ ბავშვის ქცევის მართვაზე, მაგრამ არ გვინდა რომ ვინმე მიფიქროს, რომ ჩვენი მოლოდინი არის ისეთი, რომ მშობელს არ გააჩნია არც თავისი ემოციები, განცდები და ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი, არ არის ცხადია მარტივი და კარგია როცა ამასაც ვაღიარებ და ვამბობთ, ხო? ეს შემდეგ კითხვა ასე ჟღერს, რომ როგორ მართოს საკუთარი ქცევა, რომ არ ავფეთ ქდეო. ანუ ბავშვზე აგრესია, ზიზღი, გაღიზიანება როცა მომდის, როგორ შევიკავო თავი. მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა გაცილებით მეტ მშობელს აწუხებს, ვიდრე შეუძლია რომ აღიაროს, ხო, ზუსტად იმიტომ რომ გვეშინოთ, რომ ამის გამო კრიტიკას მივიღებთ. მაგრამ ძალიან კარგი კითხვაა. ნამდვილად ძალიან კარგი კითხვაა და ეს ემოციები, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს, ყველა განვიცდით აი ამ ემოციურ მდგომარეობას. ხშირად ასეთი ქცევების სამართავად გამოიყენება თვითმართვის სტრატეგიები. თვითმართვა არის ისეთი პროცესი, როცა ჩვენი ერთი ქცევით მართავთ მეორე ქცევას. ანუ ამ შემთხვევაში ეს სხვა ადამიანი კი არ მართავს ჩვენ ქცევას, მაგალითად ბავშვებთან ჩვენ სპეციალისტები, მშობლები, გარემო პირობებს ქმნიან ისე, რომ გავაკონტროლოთ ბავშვის ქცევა და დავასწავლოთ სასურველი ქცევები. ამ შემთხვევაში თვითმართვის დროს ჩვენი საკუთარი ქცევით მართავთ მეორე საკუთარ ქცევას. და ზოგადად თვითმართვა ქცევის მართვასთან ერთად გვეხმარება მამნეჩვევების შემცირებაში, აუმჯობესებს ასევე ცხოვრების ხარისხსაც, გვეხმარება თავს სწორად დავგეგმოთ, თქვათ დღე გამაუმჯობესოთ მუშაობის ხარისხი და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ რაც დაეხმარება ამ კითხვის დამსმოს, პირველი უნდა მოხდეს იმის გაანალიზება, თუ რა სიტუაციები იწვევენ აი ამ გაღიზიანებას. პირველი ეს კითხვა ალბათ უნდა დაუსვა საკუთარ თავს, ხო? რაღაც სიტუაციები შეიძლება ძალიან ძლიერ გაღიზიანებას იწვევდეს, რაღაცა სიტუაცია შეიძლება ნაკლებად იწვევდეს გაღიზიანებას და აი ამ სიტუაციების ანალიზი უნდა მოხდეს და შეიძლება დაიხმაროს, რომ ჩამოწეროს ეს სიტუაციები. მეორე, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს როცა ეს ემოციური მდგომარეობა გვაქვს, მაგალითად გაღიზიანება, ხო, რა ქცევით გამოვხატავთ აი ამას, აი ამ გაღიზიანებას, ხო, არ ვუყვირით ბავშვს, ან რას ვაკეთებთ ამ დროს, პირით, შეიძლება, ანუ რა ქცევას ვავლენთ ამ დროს, როდესაც ეს გაღიზიანებული ვართ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს უნდა დავადგინოთ პირველ რიგში, რა სიტუაციები იწვევენ ამ გაღიზიანებას და რა ქცევით ვავლენთ აი ამ გაღიზიანებას. შემდგომ, ანუ უნდა დავისახოთ მიზანი, რომ ეს გაღიზიანება, ეს ქცევა, მაგალითად ყვირილი, სიტყვაზე ყვირილი, მართოთ ახლა ეს ყვირილი. და სასურველია დავიწყოთ ისეთი სიტუაციით, რომელიც ნაკლებად იწვევს გაღიზიანებას, არ იწვევს ძლიერ გაღიზიანებას და რატო? და რომ უფრო მარტივია, რომ უფრო მარტივად გამოგვივა მართვა და სასურველ შედეგს უფრო მალე მივახტებთ და ჩვენს мотиваციას შეგვიქმნის, რომ აი უფრო რთულ ქცევებს შევეჭიდოთ. უნდა ანუ პირველი, როცა ვიცით რა სიტუაცია იწვევს აი ამ გაღიზიანებას, უნდა მოვახდინოთ აი ამ სიტუაციის, როცა ავღელდებით, თქვათ, ღიზიანდებით, უნდა მოვახდინოთ იმის იდენტიფიცირება, რომ აი ეს სიტუაცია არის, რომ აი ახლა ღიზიანდები, ან საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რომ აი ახლა ღიზიანდები და ახლა შეიძლება ვიყვირო. და ამ დროს როგორ შეიძლება ჩავანაცხოთ ეს ყვირილი? უნდა შეიმუშაოთ რაღაც სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ ყვირილი ჩაანაცვლოთ. ეს შეიძლება იყოს სხვა ოთახში გასვლა, წყლის დალევა, ღრმად ჩასუნთქვა, მუსიკის მოსმენა და საკუთარ თავს, ანუ თვით ინსტრუქციები ეხმარება ბევრს. თქვათ საკუთარ თავს უთხრათ, რომ აი ახლა შვიდად, ახლა ღიზიანდები და მოდი წყალი დალიე. და თუ ეს წყლის დალევა ამ შემთხვევაში არის ჩამანაცვლებელი ქცევა ყვირილის, ხო? და თუ ამ წყალს დალევთ, საკუთარი თავი აუცილებლად უნდა დააჯილდოთ, რომ შეძელით და ანუ მიუხედავად იმისა, ესეთი ძლიერი ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეძელით, მართეთ საკუთარი თავი და წყალი დალიეთ და ამ შემთხვევაში უნდა აუცილებლად უნდა დააჯილდოთ საკუთარი თავი. შეიძლება უბრალოდ შექება იყოს თქვენი თავის მიმართ, ან მისცეთ საკუთარ თავისუფლება, რომ თქვათ რაღაცა ყვარელი, ტკბილეული მიირთვათ.
და ასევე გაგეხმარებათ, რომ მოახდინოთ ამ წარმატებული მცდელობების აღრიცხვა. თქვათ, ჩანაწერები აწარმოოთ, რომ აი დღეს თქვათ 5-ჯერ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მეყვირა, მაგრამ არ ვიყვირე და ამაზეც დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. ხშირად ამ საკუთარი ქცევების მართვაში გვეხმარება თუ გყავს პარტნიორი, რომელსაც ვთხოვთ, რომ თუ ჩვენ ყურადღების მიღმა რჩება ის სიტუაციები, როდესაც ღიზიანდებით მაგალითად, ამ პარტნიორმა შეგვახსენოს, რომ აი ახლა არის ის სიტუაცია და თქვათ შეგვახსენოს, ან წყალი დალიე. და შეიძლება ესეც ეფექტური იყოს, ან რაც ვიზუალური მინიშნებლები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ აი ახლა არის ის სიტუაცია, როცა თქვენ შეიძლება გაღიზიანდეთ და ეს ჩამანაცვლებელი ქცევა რაღაც სხვა ქცევას მიმართოთ. ხშირად საჯაროდ განცხადება, რომ აი ამ ქცევაზე მუშაობთ, საკუთარ თავზე მუშაობთ და ამ ქცევის შემცირება გინდათ, პასუხისმგებლობის გრძნობას რომ შეამციროთ ეს ქცევა, რახან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ამაზე მუშაობთ, ესეც ეხმარება აი ამ ქცევის შემცირებაშიც. და ისევ რომ შევაჯამოთ პირველი ამ სიტუაციის განალიზება, სადაც ხდება ეს ქცევა, რა ქცევა ხორციელდება, როცა ღიზიანდებით, რა ქცევით შეიძლება ჩანაცდოს, რომელიც არის თქვენთვის ოპტიმალური და მისაღები და აუცილებლად საკუთარი თავის დაჯილდოება. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, ეს სახელმძღვანელო ჩარჩო დაეხმარება ამ კონკრეტულ მშობელს და ჩვენს მსმენელს შეუძლია რომ მოარგოს, ხო, რა თქმა უნდა, თავის ინდივიდუალურ შემთხვევებს. მადლობა ამისთვის. შემდეგი კითხვა ანა ეხება სუიციდისკენ მიმართულ ქცევებს. აი ესეთი კითხვა არის, როგორ მართოთ სუიციდისკენ მიმართული ქცევებიო და სანამ ამას უპასუხებთ, მინდა რომ ასეთი რამ კითხო, რომ ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან თვითდამაზიანებელ და სუიციდალურ ან სუიციდისკენ მიმართულ ქცევებს. არის თუ არა ეს ერთი და იგივე კატეგორია და მე რა პასუხი შეიძლება გავცეთ ჩვენს ამ კონკრეტულ კითხვას. სუიციდისკენ მიმართულ ქცევებს შეიძლება ახდეს თვითდამაზიანებელი ქცევები, მაგრამ თვითდამაზიანებელი ქცევა ყოველთვის არ არის სუიციდისკენ მიმართული. რაც შეეხება სუიციდისკენ მიმართულ ქცევებს, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება და აუცილებლად ასეთ ქცევებს ვერ დავაიგნორებს და აუცილებელია კლინიკური ფსიქოლოგის ჩართვა. ანუ ეს ისეთი შემთხვევა, რომლის დაიგნორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და კომპლექსური მიდგომა არის საჭირო. რაც შეეხება თვითდამაზიანებელ ქცევებს, ხო, თუ ეს არ არის სუიციდისკენ მიმართული. თვითდამაზიანებელი ქცევები არის დასწავლილი ქცევები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შემანარჩუნებელი ფაქტორი, ხო, შეიძლება იყოს ყურადღებით შენარჩუნებული რაღაც უსიამოვნო სიტუაციისგან თავის დაღწევას ემსახურებოდეს, რაღაცა კონკრეტული ინფის მიღებას ემსახურებოდეს, ან რაღაცა სენსორული სტიმულაციის მიღებას ან არიდებას. და იქიდან გამომდინარე, თუ რას ემსახურება ეს ქცევა, ჩარევის სტრატეგიაც იგეგმება შესაბამისად. თუმცა ჩარევის სტრატეგიამდე აუცილებელია რომ შეფასდეს ამ ქცევის ფუნქცია, მოხდეს ქცევის ფუნქციური ანალიზი და ამის მიხედვით შეიქმნას შესაბამისი ჩარევის გეგმა. და შეეხება სუიციდალურ ქცევებს, აუცილებელია კომპეტენტური სპეციალისტების ჩართვა შემთხვევაში. ანა, შემდეგი კითხვა ეხება უკვე რთული ქცევის მართვას სკოლის გარემოში. და ასე ჟღერს მომდევნო შეკითხვა, რომ უნდა ირიცხებოდეს თუ არა სკოლაში მოსწავლე, როდესაც მას აქვს დამაზიანებელი ქცევები. ინდივიდუალური ასისტენტი კი აგვარებს, თუმცა ამის შემსწრენი არიან სხვა ბავშვებიც. მათ სტრესი ან ტრავმა ადგებათ თუ არა ამ დროს, თუ მანამდე მოსამზადებელ ეტაპს უნდა გადიოდნენ ბავშვები. რაც მინდა აღნიშნო და ხაზი გაუსვა, ყველა ბავშვი უნდა სწავლობდეს სკოლაში. ანუ როგორ თუ ქცევებსაც არ უნდა ავლენდეს ბავშვი, უნდა სწავლობდეს საჯარო ინკლუზიურ სკოლაში და უამრავი კვლევა არსებობს, თუ როგორი ეფექტურია, როგორი სასარგებლოა ბავშვისთვის ინკლუზიურ საჯარო სკოლაში სწავლება. თუმცა, რომ სხვა კუთხით რო შევხედოთ ახლა, რამდენად არის სკოლა მზად, რამდენად შეუძლია სკოლას მართოს რთული ქცევები. იდეალურ ვარიანტში სკოლას უნდა ქონდეს შემუშავებული პოზიტიური ქცევის ხარგამჭერი სისტემები როგორც სკოლის, ასევე კლასის დონეზე და თუ საჭიროა
უნდა ქონდეს შემუშავებული ინდივიდუალური პოზიტიური ქცევის ინდივიდუალური გეგმაც. პოზიტიური ქცევის ხარდამჭერი სისტემები სკოლისა და კლასის დონეზე ემსახურება სკოლაში და კლასში პოზიტიური კლიმატის შექმნას, შენარჩუნებას, განვითარებას და არის პრევენციული საშუალება და ხელს უწყობს ამ პრობლემური ქცევების უпростоრად ირიდებს, ან ემსახურება იმ პრობლემური ქცევების პრევენციას. და ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული ბავშვს, რომელსაც აქვს რთული ქცევა, დადის საჯარო სკოლაში და ამ დროს მასწავლებელი სკოლა აქტიურად იყენებს ამ პოზიტიური ქცევის ხარდამჭერ სისტემებს, ეს ქცევები როგორ მცირდება. თუმცა თუ ბავშვი მიუხედავად აი ამ პრევენციული სისტემებისა, ბავშვი მაინც ავლენს რთულ ქცევას, ამ შემთხვევაში ამ ბავშვს ჭირდება ინდივიდუალური დახმარება, ხო, უნდა შეიქმნას ქცევის მართვის პროგრამა ამ ბავშვისთვის, მაგრამ ეს პროგრამა არ უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ინდივიდუალური ასისტენტის მიერ, ხო? ბავშვი აქ ჩართული უნდა იყოს მთელი სკოლა, მასწავლებელი. ბავშვი როცა სკოლაში დადის, სკოლისგან სარგებელს უნდა იღებდეს, ხო, უნდა სწავლობდეს უნდა ხდებოდეს აკადემიური უნარების განვითარება, სოციალური უნარების განვითარება, ფუნქციური უნარების განვითარება და ქცევის გაუმჯობესება. და მხოლოდ ამ ქცევის შემცირება კი არ უნდა იყოს სკოლის მიზანი, არამედ აი ამ უნარების დასწავლა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობა. და მაქსიმალურად უნდა იყოს ბავშვი ჩართული საკლასო აქტივობებში და მასწავლებელი, კლასის მასწავლებელი არის ის, ვინც უნდა რთავდეს ბავშვს საკლასო აქტივობებში. ინდივიდუალური ასისტენტი უნდა ეხმარებოდეს ბავშვს და მასწავლებელს საჭიროების შემთხვევაში. თუ და ის ქცევის მართვის გეგმა, რაც შეიქმნება ამ ბავშვის, ის უნდა იყოს ცნობილი, მასწავლებელიც უნდა ახორციელებდეს ამას, არა მხოლოდ ინდივიდუალური ასისტენტი. თუ რთული, ანუ სკოლამ რა უნდა გაითვალისწინოს, უბრალოდ მშობელმა რა უნდა გაითვალისწინოს, როცა რთული ქცევის მქონე ბავშვი შეყავს სკოლაში, ხო? რამდენად აქვს სკოლას ეს პოზიტიური ქცევის ხარდამჭერი სისტემები შემუშავებული? რამდენად შეუძლია სკოლას ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და ამის განხორციელება? რამდენად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ბავშვის და თანატოლების? რამდენად შეუძლია, თუ ვთქვათ, ქცევა გამწვავდა და უკვე უსაფრთხო აღარ არის სხვებისთვის, რამდენად შეუძლია ამ ქცევის შეწყვეტა სკოლას, რამდენად აქვს შემუშავებული ეს პროცედურები სკოლას, რამდენად არის მზად, გარემო როგორ არის ადაპტირებული, რამდენად, თუ მაგალითად ბავშვმა მოხდა, ვთქვათ, გამწვავება ამ ქცევის და თანატოლები შეესწრნენ ამას, ხო? რამდენად ახდენს სკოლა ემოციურ გადებრიფინგს, ემოციურ განტვირთვას თვითონ ბავშვის და თანატოლების. აქვე მინდა ვუპასუხო, რომ ტრამვას თანატოლები არ იღებენ. არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ თქვენ რთული ქცევის გამოვლენა, ერთი ბავშვის რთული ქცევის გამოვლენა იწვევს სხვა ბავშვების შეიწვევს ტრამვის მიყენებას. უბრალოდ თუ ვერ ხერხდება ბავშვების უსაფრთხოება, იმის გამო, რომ სკოლას არ აქვს შემუშავებული სისტემები და არ არის მზად და ამ დროს თვითონ ამ ბავშვის და სხვა ბავშვების უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ არის. მაშინ ისევ საუკეთესო ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გადავწყვიტოთ, რომ ჯობია რომ ბავშვს ახლა ამ ეტაპზე ქონდეს ხელმისაწვდომობა ინტენსიური ქცევის თერაპიაზე, სადაც მოხდება ამ ქცევის შემცირებაზე მუშაობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ქცევა, რომელიც თვითონ ბავშვთან სხვებს უქმნის საფრთხეს, შევამციროთ, მაგრამ საბოლოო მიზანი უნდა იყოს ბავშვის სკოლაში წაყვანა, ისევ სკოლაში დაბრუნება. და სპეციალური ტრანზიციის გეგმაც უნდა იყოს შემუშავებული, თქვათ ეს ქცევები, როცა შემცირდება, თქვათ ცენტრში დადის ბავშვი და ქცევის თერაპიის შედეგად ეს ქცევები მცირდება, სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ბავშვს და შეიძლება ეს ქცევები თუ მასწავლებელი არ არის მზად და არ იცის როგორ მართოს ეს ქცევები, შეიძლება ისე წამოვიდეს ეს ქცევები. ამიტომაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების ტრენინგი, მასწავლებლების მხარდამჭერა, ქცევის სპეციალისტის
ბავშვი და შეიძლება მოსამზადებელი პერიოდის გავლაც დაჭირდეს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ სკოლასაც, იმისთვის რომ რთული ქცევის მქონე ბავშვმა ისწავლოს საჯარო სკოლაში. ფაქტიურად ესე გამოდის, ანა, რომ სკოლა უნდა მოვარგოთ ბავშვს და არ ვიხელმძღვანელოთ იმით, რომ ბავშვი თუ სკოლას ვერ ერგება, უბრალოდ არ უნდა იაროს და მორჩა, ხო? სკოლა უნდა გადამსკოლა უნდა იყოს მზად სკოლას უნდა ვასწავლოთ, მასწავლებლებს უნდა ვასწავლოთ. ხშირად მხოლოდ ტრენინგით თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი. ხშირად მასწავლებლებს სჭირდებათ ხარდაჭერა ადგილზე. და ამ დროს იდეალურ ვარიანტში თუ ქცევის სპეციალისტი არის ადგილზე და მასწავლებელს აძლევს მითითებებს, როგორ მოიქცეს, როდესაც აი ამ სიტუაციის წინაშე დგება მასწავლებელი, ამ ტიპის დახმარება უფრო ეფექტური არის. რა თქმა უნდა, ტრენინგით საჭიროა, თუმცა ტრენინგების შემდეგ უნდა გაგრძელდეს ამ მასწავლებლების ამ ტიპის ხარდაჭერა. კი ბატონო. დიდი მადლობა. ანა, ორი შეკითხვა შემოვიდა მედიკამენტებთან და საკუთარ დანამატებთან დაკავშირებით, ანუ რა მედიკამენტები შეიძლება იქნას გამოყენებული ქცევის მართვისასო და ვინ ნიშნავს ამ მედიკამენტებსო და რა დანამატები შეიძლება მივცეთ ბავშვს ქცევის მართვის გაუმჯობესებისთვის. მედიკამენტების დანიშვნა ისევ არ ემატება ჩემს კომპეტენციას. არიან სპეციალისტები, რომლებიც ნიშნავენ მედიკამენტებს და ინიშნება ქცევის მართვის დროს. თუმცა ამ ქცევის სპეციალისტი არ არის ის სპეციალისტი, რომელიც მედიკამენტებს ნიშნავს და მე არ მაქვს კომპეტენცია ვისაუბრო მედიკამენტებზე. შემდეგ გვაქვს ესეთი ორი კითხვა, სადაც გამოიკვეთა, რომ ეს ორი კითხვა ეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, როცა ვერ ვიგებთ რა არის რთული ქცევის გამოწვევი მიზეზი, ანუ რა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ქცევის არევა, მიზეზი ვერ დგინდება ბავშვის არასასურველი ქცევის რის გადამოწმებას გვირჩევთ. ერთი არის ასეთი კითხვა და მეორე ნახე, რომ მოგესალმებით, საკუთარ ძიმე სიტუაციას აღწერს ჩვენი მსმენელი, მოგესალმებით, მაინტერესებს თბილისში თუ არის ისეთი ბავშვთა სახლები, სადაც შეიძლება რთული ქცევის ბავშვის გაჩერება გარკვეული დროით. მშობლები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ბავშვი ერჩის მშობლებს, განსაკუთრებულად დედას. მივიღებთ რჩევებს, ხო, მედიკამენტებთან დაკავშირებით, ხო? ანუ მედიკამენტები საგრძნობლად ვერ უცვლის მდგომარეობას. იმისთვის რომ მართო რთული ქცევა, უნდა მოხდეს ამ ქცევის ფუნქციური ანალიზი, ხო? უნდა დავადგინოთ რა ფაქტორები მონაწილეობენ, რა ფაქტორები განაპირობებენ, ხელს უწყობენ ამ ქცევის გამოვლენას და შემდგომში შენარჩუნებას. და ხშირად უბრალოდ დაკვირვებით ამ ფაქტორების დანახვა არის რთული და ასეთ დროს საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტის ქცევის ანალიტიკოსის ჩართვა, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება, აქვს კომპეტენცია შეაფასოს ეს ქცევა და დაინახოს ის ცვლადების გარემო ფაქტორები, რომელიც მონაწილეობენ ამ ქცევების გამოვლენაში, დასწავლაში. ამ შემთხვევაში, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა დღეს უკვე საქართველოში გვყავს კვალიფიციური ქცევის სპეციალისტი, ქცევის გამოყენებითი ანალიზი ვითარდება, გვყავს ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომელმაც გაიარეს გადამზადება. და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ აი ამ ადამიანებს მიმართონ, რომელთაც უნდა შეაფასონ ეს ქცევა, მოახდინონ ქცევის ფუნქციური ანალიზი. ფუნქციური ანალიზი არის არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ სპეციალურად ისეთი პირობების შექმნა, რომ დავინახოთ ეს ქცევის გამოწვევი ფაქტორები, ქცევის გამოწვევი და შემანარჩუნებელი ფაქტორები, განსაზღვროთ ქცევის ფუნქცია და ეს შეუძლიათ ამ სპეციალისტებს და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ამ სპეციალისტების ჩართვა, რომლებიც შეძლებენ შემდგომში შესაბამისი პროგრამის შექმნას ბავშვისთვის და აი მეორე მაგალითზე მინდა თქვა, რომ იდეალურ ვარიანტში ქცევის სპეციალისტი სახლში უნდა მოდიოდეს და მშობელს ეხმარებოდეს, უწოდებს ხარდამჭერას, ეხმარებოდეს და ასწავლდეს, ვთქვათ, როგორ მოახდინოს რეაგირება ამ ქცევებზე. სამწუხაროდ იმაზე ინფორმაცია, რომელ ბავშვთა სახლში შეიძლება წაიყვანონ ბავშვი, მე არ მაქვს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ სცადონ სპეციალისტ
შემოვიდა. ჩვენ საუბრობთ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს რთული ქცევა. ხშირად, განვითარების დარღვევების დროს ბავშვები ავლენენ ქცევას, მაგრამ არ გულისხმობს, რომ თუ ბავშვს აქვს განვითარების დარღვევა, აუცილებლად რთული ქცევა ექნება ბავშვს. განვითარების დარღვევების დროს, რადგანაც არის უნარების დეფიციტი და სხვადასხვა უნარების დასწავლა ბუნებრივ გარემოში სპონტანურად არ ხორციელდება, ამიტომ შეიძლება თქვათ ბავშვმა დაისწავლოს რაღაცა სასურველის მიღწევის სხვა თქვათ რთული ქცევის ფორმები სასურველის მისაღწევად. ასევე თქვათ თუ ბავშვი არის ცუდად და მშობლები ცდილობენ რომ არ გააღიზიანონ ბავშვი, შეიძლება ამ დროს ბავშვმა დაისწავლოს. თქვათ რომ ტერილით, იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვის გაღიზიანება და მშობლები რიდებენ ბავშვის ტერილს, ბავშვი სწავლობს რომ სასურველის მისაღწევად შეიძლება ვიტირო და მივიღო ის რაც მინდა და შემდგომ უკვე ბავშვი რო კარგად ხდება, ეს ტერილი უკვე დასწავლელი აქვს ბავშვს და ამას იყენებს სასურველის მისაღწევად. ბატონო, დაგვრჩა კიდევ ორი კითხვა ჩვენი დღევანდელი ვიდეო ჩართვისთვის. პირველი ეხება ADHD-ს, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს, რა რეკომენდაციებს მოგცემთ მათთან მიმართებაშიო, როგორ დავეხმაროთ სახლში, რას მივაქციოთ ყურადღება და მეორეც ასეთივე კონკრეტული კითხვა, ავტოსტიმულაციური ქცევის დროს რა რეკომენდაციები გექნებათ? ეს ორი საკითხი დაგვრჩა დღეს განსახილველი. ADHD-ის დროს იგივე ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს ყველაზე ხშირად, რა ქცევებით ხასიათდება ეს სინდრომი, ხო, ეს არის ყურადღების დაბალი კონცენტრაცია და იმპულსური ქცევები. ADHD არნიშნავს, რომ აუცილებლად ბავშვს რაღაც აგრესიული ქცევები ექნება, შეიძლება საერთოდ არც ქონდეს ბავშვს აგრესიული ქცევები, თუმცა ყველაზე ხშირად სირთულეები თავს იჩენს ამ აკადემიურ უნარებში ან სოციალურ უნარებში. და ყველაზე ხშირად რაც ხდება არის, თქვათ, დავალების შესრულების პროცესში, იმის გამო რომ ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება უჭირთ, ეს დავალების შესრულების პროცესი წელება, ბავშვი ახორციელებს ისეთ ქცევებს, რომ აირიდოს ეს დავალება და ხშირად მშობლები კარგავენ მოთმინებას, თუნდაც მასწავლებლები, თქვათ, სკოლაში შეიძლება ბავშვი დავალების შესრულების პროცესში დგებოდეს ბევრჯერ ან კითხვებს უამდეს და ხელს უშლიდეს საგაკვეთილო პროცესის განხორციელებას და რაღაცა იმპულსურ ქცევებს ახორციელებდეს. სახლის დონეზე რა შეიძლება განხორციელდეს? იმისთვის რომ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ ყურადღების კონცენტრაციაში, მნიშვნელოვანია გარემო როგორ არის მოწყობილი, ხო? თქვათ, თუ ბავშვმა უნდა იმეცადინოს, სამეცადინო გარემოში ზედმეტი ვიზუალური ხმოვანი გამღიზიანებლები არ უნდა იყოს, თქვათ, არ უნდა იყოს ტელევიზორი ჩართული, სხვა პირები არ საუბრობდნენ იმ ოთახში. არ უნდა იყოს, თქვათ, ბევრი, თქვათ, რაღაც სურათი ან რაზეც შეიძლება ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს. ასევე მნიშვნელოვანი მაგალითად თუ დავალების შესრულება დროში იწელება, თქვათ, იმიტომ რომ ბავშვს უჭირს ყურადღების შენარჩუნება, ეს დავალება რეკომენდებულია რომ დავყოთ პატარა დავალებებად. თქვათ და რაღაც დავიწყოთ ძალიან მარტივი დავალებით, დავაჯილდოვოთ, შეიძლება ეს ჯილდო იყოს ბოლოს შესვენება ან შექება. და ნელ-ნელა გავზარდოთ ეს დავალებები. ასევე მნიშვნელოვანია როგორ ვეხმარებით ბავშვს. როგორ ვაძლევთ ასევე მითითებებს, როგორ ვუხსნით დავალებას. უმჯობესია რომ ეს მითითებები ან ინსტრუქცია, რასაც ბავშვს ვაძლევთ, ან თუ მისგან ვითხოვთ რაღაც დავალებების შესრულებას, ჩვენი ინსტრუქცია იყოს ძალიან მკაფიო, არ იყოს ბუნდოვანი და არ იყოს ხანგრძლივი, დიდი. მაგალითად, ვეუბნებით ბავშვს, რომ წაიკითხე პირველი გვერდი, ან ამოხსენი ერთი განტოლება და არ ვეუბნებით დაწერე დავალება, იმიტომ რომ დაწერე დავალება უფრო ბუნდოვანია და თუ ეტყვით, რომ აი ამოხსენი ერთი განტოლება, ზუსტად ეუბნება ბავშვს რა მოქმედება უნდა შეასრულოს. ინსტრუქციის მიცემის შემდეგ, რა თქმა უნდა მივცეთ ბავშვს დრო, რომ უპასუხოს ამ ჩვენს ინსტრუქციას. და ესე მიიჩნევა რომ 5 წამი არის ის დრო, როდესაც ბავშვს შეუძლია
ჩვენს ინსტრუქციაზე რეაგირება მოახდინოს. თუ 5 წამის მერე არ ახდენს ბავშვი რეაგირებას, ისევ იგივე ინსტრუქციას ვიმეორებთ და ისავალოდებით 5 წამი და თუ ბავშვი ამჯერადაც არ ახდენს რეაგირებას, მე უკვე ვეხმარებით. და ხშირად მშობლები ამბობენ, რომ რატომ უნდა დავეხმაროთ, როცა ზუსტად ვიცი, რომ დავალების დაწერა შეუძლია ბავშვს. და პირველი რატომაც უნდა დაეხმაროთ, თუ არ დაეხმარებით და თუ ინსტრუქციას გაიმეორებთ, ბავშვი სწავლობს, რომ აი ინსტრუქციების დაიგნორება შესაძლებელია, მშობელი მეუნება, მაგრამ მე არ ვწერ. და მშობელი იმეორებს, დაწერე დავალება და ამას არანაირი შედეგი არ მოყვება და ბავშვი სწავლობს აი ინსტრუქციის დაიგნორებას. როცა ჩვენ ვთქვათ 2 არის მაქსიმუმი ინსტრუქცია, რასაც ვეუნებით ბავშვს და შემდეგ ვეხმარებით და ამით ბავშვს ვასწავლით, რომ და მოგვისმინოს. ანუ ინსტრუქცია მითითება მიცემულია და მასწავლით ბავშვს, როცა ჩვენ მივყვებით ჩვენ ინსტრუქციას ბოლომდე და ვეხმარებით ბავშვს, ამით ბავშვს ვასწავლით, რომ და მოგვისმინოს და ითანამშრომლოს ჩვენთან. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ ჯერ ეს და შემდეგ, თქვათ, ჯერ დავალება შეასრულა და შემდეგ ითამაშე ამ პრინციპს. ეს მაგ პრინციპზე გადავალთ, ან ერთს დავაზუსტებთ, ვიხმარებით, რომ აღნიშნე რა იგულისხმება, თქვათ. გააჩნია რა ტიპის დახმარება ჭირდება. მაგალითად, თუ არ წერს ბავშვი, შეიძლება თქვათ ფიზიკურად დავეხმაროთ, რომ დაწეროს. თუ მაგალითად პასუხი არ გვაძლევს რაღაც კითხვა დავსვით და არ გვაძლევს პასუხს, შეიძლება ჩვენ უთხრათ ეს პასუხი და შემდგომ ბავშვმა ეს გაიმეოროს. ან შეიძლება მივანიშნოთ, სად არის ეს პასუხი. გააჩნია რა ტიპის დახმარება ჭირდება ბავშვს და რა ტიპის დახმარებაზე რეაგირებს ყველაზე კარგად. და ისევ მინდა ხაზი აუსვა, რომ ვეხმარებით არა უნარის დასასწავლად, არამედ რომ მოგვაქციოს ყურადღება და ანუ მიყვეს ჩვენს მითითებას. თუ ამას ესე შევასრულებთ, მაშინ ბავშვი დაისწავლის, რომ რაც არ უნდა მითხრას მშობელმა, ამ ინსტრუქციის არიდება სრულიად შესაძლებელი, არ უსმენ, ან მშობელი მეუბნება, იმეორებს ინსტრუქციას, მაგრამ მე არ უსმენ და ამას არანაირი შედეგი არ მოყვება. შემდეგ იმ პრინციპზე საუბრობთ, ხო? ჯერ ეს და შემდეგ ეს პრინციპი გამოიყენება ძალიან ეფექტურად. მაგალითად, თუ ბავშვს ეუბნებით, რომ დავალება შეასრულოს, მაგრამ ბავშვი ითხოვს, რომ უნდა გარეთ გასვლა. ეუბნებით, რომ არა, ჯერ დავალება შეასრულო და მერე გარეთ გადის და გარეთ გადი და მანამ არ გავა გარეთ, სანამ დავალებას არ შეასრულებს. ასევე დავალების შესრულების აკადემიური უნარების გაუმჯობესებაში აქტიურად გამოიყენება ჟეტონების სისტემა, გადაცვლადი განმტკიცებელია. შეიძლება იყოს, თქვათ, რაღაცა ღიმილებს აგროვებს ბავშვი და თუ დააგროვებს მაგალითად 5 ღიმილს, მერე იღებს ჯილდოს. და უკეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, თქვათ, რა აქცების შემდეგ იღებს ამ ღიმილს. მაგალითად, წაიკითხა ერთი გვერდი მიიღო ერთი ღიმილი, წაიკითხა მეორე გვერდი მიიღო მეორე ღიმილი, დაწერა დავალება მიიღო მესამე ღიმილი. ამ უკეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, როდის იღებს ბავშვი ამ ღიმილებს. და შემდგომ იღებს ჯილდოს. თავდაპირველად ძალიან მარტივი მოთხოვნები უნდა წაუყენოთ ბავშვს, რომ აი განმამტკიცებელი მალევე მიიღოს, რომ ამით შეუქმნათ мотиваცია დავალებაში ჩართვის. ხშირად ბავშვები დავალების არიდებას ცდილობენ, მაგალითად თუ ვეუბნებით, რომ წიგნი წაიკითხოს, წიგნს კითხულობენ და უცებ რაღაცა კითხვას სვამენ. და თუ ჩვენ აი ამ კითხვას ვპასუხებთ, ძალაუნებურად ვუმტკიცებთ აი ამ კითხვის არიდებას, ხო? თითქოს თუ ჩვენი მიზანი რომ დავეხმაროთ ბავშვს შეინარჩუნოს ყურადღება, მოახდინოს კონცენტრაცია დასაკითხ მასალაზე, და ამ დროს ბავშვი კითხვებს გვისმენს და ჩვენ ამ კითხვებს პასუხობს და უნებურად ხელს უწყობთ, რომ მისი ყურადღება გადაიტანოს საკითხვიდან, თქვათ, რაღაცა სხვა თემა შემოიტანა. და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ არ უპასუხოთ, ან უთხრათ, რომ ჯერ წაიკითხე და მერე გიპასუხოთ, არა უყვეთ. ხშირად იმპულსური ქცევების სამართავად გამოიყენება თვითმართვის სტრატეგიებიც, ხო? ისე ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა საკის არის ბავშვი, რა უნარები აქვს. ერთ-ერთი სტრატეგია, რაც შეიძლება გამოვიყენოთ იმპულსური ქცევების დროს, მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ თანატოლები აშენებენ კოშკს და უცებ მიდის და ანგრევს. და შეიძლება ვასწავლოთ, რომ თქვათ, ჯერ დაითვალოს 5-მდე და მერე დაანგრიოს, თქვათ.
და მე ვთქვათ დაითვალოს 10-მდე და მე დაანგრიოს მე 20-მდე და შეიძლება ეს დრო გავზარდოთ 2 წუთამდე და ამ დროს ბავშვი სწავლობს რომ აკონტროლოს თავის იმპულსები და შეიძლება საერთოდ აღარ მოუნდეს მე ვთქვათ კოშკის დანგრევა. და ეს თუ ვთქვათ ბავშვი ავლენს სხვადასხვა აგრესიულ ქცევებს ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ფუნქციის შეფასება და ჩვენი ჩარევის სტრატეგია შემუშავდება იმის მიხედვით თუ რა შემენარჩუნებელი ფაქტორი ახლავს თითოეულ ქცევას. და მეორე კითხვა იყო თუ არ თვითმასტიმულირებელ ქცევებზე, ხო? თვითმასტიმულირებელი ქცევები არის ისეთი ქცევები, რომლებიც გვეხმარება თვითრეგულაციაში და თავად წარმოქმნის განმტკიცებელს და ასეთ ქცევებს ვახორციელებთ ყველანი, ხო? ეს მუსიკის მოსმენა, თქვათ, კითხვა, ტელეფონის ქოლა, შეიძლება იყოს თვითმასტიმულირებელი. ხშირად განვითარების დარღვევების დროს, განსაკუთრებით აუტიზმის დროს, ხშირად ხედავთ, რომ ბავშვები ერთი და იგივე მოქმედებებს იმეორებენ, ხო? რასაც ვეძახით სტერეოტიპულ მოქმედებებს, თქვათ, სათამაშოებს აწყობენ წკრივში. ან თქვათ ხელს ატრიალებენ, თითებს ატრიალებენ, თვითონ ტრიალებენ, ხო? ესეთი სტერეოტიპული ქცევები შეიძლება იყოს თვითმასტიმულირებელი, შეიძლება არ იყოს არ ქონდეს ეს ავტომატური, არ იყოს თვითმასტიმულირებელი ფუნქცია არ ქონდეს და შეიძლება ყურადღების მიღებასაც ემსახურებოდეს. გარეგნულად გავდეს სტერეოტიპული ქცევები გავდეს გარეგნულად თვითმასტიმულირებელი ქცევას, მაგრამ სულ სხვა ფუნქცია ქონდეს და ამიტომაც ისევ და ისევ მნიშვნელოვანია შეფასება. თუ ამ სტერეოტიპული ქცევების ფუნქცია არის თვითრეგულაცია და მშვიდება, ასეთი ქცევების აკრძალვა არ არის რეკომენდებული. ეს ისეთია, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვიშალოს, თქვათ, არ მუსიკის მოსმენა, ან თქვათ, წიგნის წაკითხვა. ეს ქცევა ბავშვი მიმართავს, იმიტომ რომ მოახდინოს თვითრეგულაცია, ამ ქცევების დაშლა, აკრძალვა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა უნდა ვასწავლოთ სხვა ქცევები, თქვათ, როგორ შეიძლება ბავშვმა როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ ახლა ეს თვითმასტიმულირებელი ქცევა. ხშირად რასაც ხედავთ, ბავშვები, რომლებიც მიმართავენ თვითმასტიმულირებელ ქცევებს, მაგას სტერეოტიპულ მოქმედებებს ნაკლებად თამაშობენ ფუნქციურად, ნაკლებად იყენებენ სათამაშოებს ფუნქციურად, ხო? თუ ბავშვი აღარ თამაშობს, როცა ვაფასებთ ბავშვებს და ვქნით განმავითარებელ პროგრამას, ხედავთ, რომ ბავშვები, რომელსაც აქვს დაბალი თამაშის უნარები, ძალიან მაღალია სტერეოტიპული ქცევები. და ჩვენი თერაპიული მიდგომები ემყარება რა ამ თვითმასტიმულირებელი ქცევების შემცირებას, არამედ თამაშის უნარების განვითარებას. და რატომ? როცა ბავშვი სწავლობს თამაშის უნარებს, თამაში ხდება მისთვის სასიამოვნო პროცესი, შეუძლია თავისუფალი დროის დაკავება თამაშით და აღარ არის საჭირო ამ თვითმასტიმულირებელი სტერეოტიპული ქცევების განხორციელება და ამიტომაც მნიშვნელოვანია განმავითაროთ თამაშის უნარები. ხშირად თვითმასტიმულირებელი ქცევები გამოიყენება როგორც განმამტკიცებელი სხვა ქცევების, იგივე თამაშის ქცევების ჩამოსაყალიბებლად. მაგალითად, თუ ბავშვი იღებს ფაზლის ერთ ნაწილს და იმის მაგალითად რომ ჩასვას თავის ფორმაში იწყებს ტრიალს, ჩვენი მიდგომა შეიძლება იყოს, რომ დავეხმაროთ ვუჩვენოთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ფიზიკურად ჩასვას რამდენიმე ნაწილი და ამის შემდეგ მივცეთ საშუალება, რომ გააგრძელოს ეს სტერეოტიპული მოქმედება და ამ შემთხვევაში ეს სტერეოტიპული მოქმედება იქნება განმამტკიცებელი ამ თამაშის უნარის. მეორე, ერთ-ერთი სტრატეგია თვითმასტიმულირებელი ქცევების მართვის არის კონტროლი, ბავშვს ვასწავლოს თვითმართვა და ესეც ახლა ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ვოკალური სტერეოტიპული ქცევების დროს ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ, რომ თვითონ მოახდინოს ამის კონტროლი და მაგალითად რა სიტუაციებში შეიძლება ეს განახორციელოს, რა სიტუაციაში არა. თქვათ, სანამ დაიწყებს, შეიძლება ვასწავლოთ გადამისამართებაც. ესეთი სტრატეგია არის გადამისამართება, როგორც კი იწყებს ბავშვი თვითმასტიმულირებელ ქცევას. ჩვენ გადავამისამართებთ სხვა ქცევაზე, მაგრამ
ხშირად ასევე რაც ეფექტურია სოციალური უნარების განვითარებაც ხელს უწყობს თვითმასტიმულირებელი ქცევების შემცირებას. როცა ბავშვი მიმართავს სტერეოტიპულ მოქმედებას, თუ ამ მოქმედებებით არის მოცილი, ვერ ამჩნევს გარშემო სხვა პირებს, ხო? და მათთვის ეს სოციალური ურთიერთობა არ არის ისეთი სასიამოვნო, როგორც ეს ქცევა. მაგრამ ჩვენ თუ აი ამ თვითმასტიმულირების სტერეოტიპულ ქცევებს დავაწყობთ სოციალურ ურთიერთობასთან, შეიძლება ანუ რისი თქმა მინდა რომ თუ მაგალითად ჩვენ მოკრძალავთ ბავშვს სტიმულირებელ ქცევას, მისთვის მოზრდილები აღიქმება, ბავშვს შეიძლება აღიქმას როგორც ის ადამიანი, რომელიც უშლის სასიამოვნო აქტივობას და შეიძლება ბავშვისთვის მოზრდილთან ურთიერთობა აღარ იყოს სასიამოვნო. ამიტომაც ჩვენი აქცენტი უნდა იყოს, რომ ჩვენთან ურთიერთობა ბავშვისთვის გახდეს სასიამოვნო. და ნახოთ რა შეიძლება უნდა ვცადოთ რა შეიძლება მოეწონოს ბავშვს. შეიძლება იყოს ტრიალი, სირბილი, დაჭერობანა, ვთქვათ ხტუნვა ერთად. თუნდაც შეიძლება ბავშვმა დაიწყოს ეს ვთქვათ სათამაშოების კრივში დაწყობა და ამ დროს ჩვენ შევთავაზოთ რომ ჩვენთან ერთად ითამაშოს ვთქვათ დაჭერობანა ან ერთად ვირბინოთ. თუ მოგყვება ბავშვი, თუ არ მოგყვება და გვეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა არა უკრძალავთ ამ სტერეოტიპულ თამაშს. და ისევ ანუ რეკომენდებულია რომ სპეციალისტმა მოახდინოს ეს ქცევების შეფასება განსაზღვროს რა არის ფუნქცია და ფუნქციიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ჩარევა. კი ბატონო ანა, ეს იყო დღეისათვის ეს დღეისთვის ბოლო კითხვა, რომელიც გქონდა. მსმენელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი, ქცევის სერტიფიცირებული ანალიტიკოსი ანა ბარქაია, რომელიც ჩაგვერთო ავსტრალიიდან. უღრმესი მადლობა ანა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით. ჩვენი ეს ვიდეო ჟესტურ ენაზე თარგმნა ლეკუნა ჯაფაშვილმა, ახლა მსმენელი, რომელიც დარწმუნებული რომ უყურებს ამ ჩართვას, ეს არის ჩანაწერი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ კიდევ დამატებითი კითხვები და კომენტარები წამოვა. ამ ჩართვის შემდეგ მსმენელს მინდა გადავუხადო უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ აი ეს რომ არა ეს საინტერესო კითხვები, ალბათ ასეთი ინფორმატიული ჩართვაც არ გამოგვივიდა და უღრმესი მადლობა და რა თქმა უნდა ანა, შენ უდიდესი მადლობა იმისათვის, რომ ასე ამომწურავად ამდენ საკითხზე მოგვეცი ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გვაქვს ანასთან გაკეთებული კიდევ ერთი სხვა ვიდეო ჩანაწერი, აუცილებლად ნახეთ ის, მე რომ გითხოთ ჯობია რომ პირველ რიგში ის ნახო და შემდეგ ეს ჩანაწერი და უფრო გასაგები გახდება ბევრი ის თქვა ცნება, რომელიც ანამ ამ ჩართვის ფარგლებში ახსენა და განმარტა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეისათვის ამით გემშვიდობებით და შევხვდებით მომავალი ჩართვის დროს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა შენ კიდევ ერთხელ ანა. ნახვამდის გემშვიდობებით. ნახვამდის.